14 წლის ვიყავი, რომ დამინიშნეს 25 წლის ბიჭზე, ხო და მამაჩემმა თქვა, ჩვენთან ასეთი წესია, უნდა გათხოვდე, ისე იგი უნდა გავთხოვდე. ქორწილი იყო 15 წლის, წამიყვანეს წალკის სოფელში, წეჯისში. სულ ნამყოფი არ ვიყავი იქ, სოფელის არ ვიცოდი, პირველად რომ წამიყვანეს გამიკვირდა. სოფელი უდაბნოსავით იყო, არც შუქი, არც გაზი, არც სინათლე. რო ჩაველი იმ სოფელში, ერთ კვირაში ჩემ ქმარს უთხარი, ესე მე რა ვქნა მეთქი, ტელევიზორი არ არის, რადიო არ არის, რა უნდა ვქნა? მე რადიოს გიყიდი, მოგიტანო და ჩავიდა თბილისში, იყიდა რადიო, მომიტანა. შუქი არ იყო, ლამპის შუქზე ვიყავით. გავიდა 2 წელი, 2 წლის მერე შუქი უკვე იყო სოფელში. ძალიან ცივი სოფელი იყო. მამაჩემი საწყალი ქალაქიდან ყიდულობდა ნახშირს, ფეჩი მიყიდა, ნახშირი მომიტანა, რომ აი სოფელში გათბობა რომ მქონდეს. მამაჩემი ძალიან მეხმარებოდა. პირველი შვილი რო გავაჩინე, გოგო მეყოლა, დედამ მითხრა, შვილო, ამ სოფელში როგორ უნდა გაზარდო ეს ბავში, ენა არ იცის არაფერი, როგორ იქნებოდა. ეს ბავში წამოვიყვანა ქალაქში. 2 წელი დედაჩემთან იყო ეს ბავში, სუფტიროდი, როდის მომიყვანთ, როდის მივალ, რა მექნა, მამამთილი, დედამთილი მოხუცი იყო და უვლიდი მაგათ გულისთვის მე დავრჩი სოფელში. ჩვენთან ასეთი წესია. თუ გათხოვდი, მამამთილს, დედამთილს უნდა მოუვარო. ხო და ჩემი ქმარიც კიდე მარტო ბიჭი იყო, ხო და რა ვქნაო, დედაჩემს და მამაჩემს ისე ვერ მივატოვებოდა. მეყოლა მეორე შვილი, მესამე შვილი და დედაჩემი, სულ მამაჩემი უვლიდნენ აქ თბილისში. აქ ბაღში დადიოდნენ, ჩამოვდიოდი ხოლმე, მივდიოდი, ტირილით მივდიოდი, რომ ბავშვები მინდოდა. მერე დედამთილი რო გარდაიცვალა, დარჩა მამამთილი. ვთხოვე მამამთილს წამომეთქი, სადმე ბინა ვიყიდოთ ქალაქში ან რაიონში, სადმე ოღონდ ამ სოფლიდან გავიდეთ. არაფრით არ გააკეთა ესა. კიდე დავრჩი მან და 10 წელი. ამ 10 წელში ხო არ ვიცოდი მე ისე იგი ძროხა რა არის, ან კარტოფილი როგორ უნდა მომიყვანა, არაფერი არ ვიცოდი, ხო და ვისწავლე ყველაფერი. კარაქს ვაკეთებდი, ყველს ვაკეთებდით, ყველაფერს. მე მამამთილი სოფლებში მიდიოდა ხოლმე და ყიდდა მაგას და იმითი ცხოვრობდით. დედაჩემმა თქვა, ასე არ შეიძლება შვილო, როდემდე უნდა იყო ასე და უნდა ჩამოგიყვანო ქალაქში. გავიდა წლები, ჩემი ქმარი დაიჭირეს, დავრჩი 3 შვილთან ერთად, შვილები თბილისში, მე კიდე სოფელში. რა ვქნა, მამამთილია, უნდა მოუვარო. 2 წელი ვიყავი მაგასთან, ისაც გარდაიცვალა, მერე ჩამომიყვანეს უკვე თბილისში. კომუნისტების დრო რო იყო, სამუშაოც იყო. დავიწყე მუშაობა, ვიმუშავე, მოვაგროვე კაპიკ რაღაცეები და აი ასე დედაჩემმა, მამაჩემმა დამეხმარა და ვიყიდეთ ბინა, ეზოიანი ბინა. გავიდა წლები აქა და გამოუშვეს ჩემი ქმარი, მოღონც ჩემი ქმარი რო გამოუშვეს, ვერ იმუშავა. ეხლა უკვე 3 წელი აღარ ამყავს ქმარი. მადლობა ღმერთს, შვილები მყავს, დიდები არიან, ყველანაირად მეხმარებიან, მივლიან. ეხლა უკვე აღარ მუშაობ. ყველაფერი ეხლა კარგად ამაქვს, ძალიან ადრე ნუთხოვდებით. ეხლანდელ დროს 25 წლის თუ ხარ, მაშინ გათხოვდი, იმიტომ რომ ნახეთ ყველაფერი, მე არაფერი არ მინახია ჩემს ცხოვრებაში. სულ სახლში ძროხებს უვლიდი, მამამთილს უვლიდი, დედამთილს უვლიდი, მერე ჩამოველი ქალაქში ვიწვალე ამ 3 შვილთან ერთად. აიზარდნენ ბავშვები. მადლობა ღმერთს, ეხლა კარგად ავართ, მაგრამ კიდე გეუნებით. ძალიან ადრე ნუთხოვდებით. ისწავლეთ შვილო, ეხლა ისეთი დროა, მარტო სწავლა უნდა. აი აქ ვარ მე 14 წლის დანიშნული ვარ აქ. ჩემი 2 ბავშვი და ჩემი და მე, ჩემი ახალგაზრდობა.